მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. გავწმინდოთ ჩვენი სივრცე. მოკლედ მოგესალმებით კიდევ ერთხელ. კეთილი იყოს თქვენი შემოგზანება ჩემთან. აროსაჩელი. ეს არის რუბრიკა პირადი გაშლები, რაც თქვენ გაინტერესებთ პირად ცხოვრებაზე, თქვენ პირად ურთიერთობაზე, სიტუაციებზე, მოვლენებზე შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში, აუცილებლად განვიხილავ ამ თემებს. და ზოგადად რეზონირდა, არ რეზონირდა, მოგწონთ, არ მოგწონთ, ანუ გამილაიქეთ, იმიტომ რომ გამიხარდება მეც და თან კიდე რაღაცნაირად ეს YouTube-ის ალგორითმი ცოტა მოიმატებს. მოკლედ ხშირად არ ვდებდი ვიდეოებს, მაგრამ ეხა ისევე განვაახლე პირადი კონსულტაციები. WhatsApp Viber-ზე შეგიძლიათ მომწეროთ 599258527. ვნახოთ ის ადამიანი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მისი ფიქრები, გრძნობები, ახლო მომავალი, რაც გადაწყვიტავთ, ტაროს პროგნოზირება, დიაგნოსტიკა გავაკეთოთ. ასევე რჩევები სამყაროდან, თან საერთოდ ზოგადად რა, როგორ უნდა ვიყოთ, როგორ უნდა მივესადაგოთ ამ ახალ მაღალ ვიბრაციებს, რომელიც შემოდის დედამიწაზე და გადასვლა არის. ამას აღნიშნავს უკვე ძალიან ბევრი. მოკლედ რო არ გავაგრძელო ეხლა ბევრი საუბარი, ორ ვარიანტზე გავაკეთებ. პირველი იქნება The Wizard Tarot card, ესეთი ვარიანტი. გაჩვენებთ ახლოდანაც და მეორე იქნება Heaven and the Earth. ანუ ორი ვარიანტი მექნება, პირველი The Wizard, ჯადოქრები და Heaven and the Earth, რაც ზემოთაა, ის ქვემოთაა. ესეთი გნოსტიკური ტარო. ხო, ეს ყველა არის ერთ კლასიკურ სისტემაზე, Rider-ზე აგებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ვიდეოში ვიცახი, რომ ყველა ორაკულს, ყველა ავტორს აქვს თავისი მოსაზრება, თავისი პირადი გამოცდილება ამა თუ იმ არკანთან მიმართებაში, ამიტომ მათ აქვს თავისი vision, თავისი ხედვა და ის არის ჩაქსოვილი, ის რაღაც დეტალები, კი, საერთო რო იტყვიან რეკონსტრუქცია ერთია, სახლს რო აშენებ, ხო, საძირკველი, როგორც ხდება ხოლმე, ხედით, ერთია, ცემენტი, უნდა მოზილო, რაღაც, საძირკველი, საფუძველი და მერე უკვე იმ რეკონსტრუქცია შენ აკეთებ ზემოთ, ანუ რას დაადგავ, 2 სართული იქნება, 1 სართული იქნება, თუ ვერანდა გექნება, თუ ასე შემდეგ, იმას აკეთებ შენ, ანუ ხო გესმით? ესეთი რაღაცა არის, ეხლა რა ვიცი, ვის ესმის, ვის არა, აგერ მესმის მე, ეს არის, კიდევ ერთხელ ვიძახი, არ არის მკითხაობა, შენ მკითხაო, ფიქრობ წერთ ვიღაცეები, ეხლა არც მინდა უბრალოდ უარყოფით კომენტარზე პასუხის გაცემა. მადლობელი ვარ თქვენიც, ვინც უარყოფითად მიყურებთ, მადლობელი ვარ თქვენიც, ვინც დადებითად მიყურებთ, საერთოდ ყველას მადლობელი ვარ. მე ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი მისია, ეს არის ენერგოსაინფორმაციო სამყაროს ფაქიზის სივრციდან გადმოცემული ის ინფორმაცია, რომელიც როგორც მე, ასევე თქვენთვის ვაკეთებ, ჭირდება და ისე არის ყველაფერი დაკავშირებული ერთმანეთს და ჩართული ერთად, ეს არის ერთი კოლექტიური ცნობა, საინფორმაციო, რაც ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ. არის რაღაცები, რის იქითაც არ გვიშვებენ, ძალიან პირადული და ძალიან ესეთი დაფარული, იმიტომ რომ ის უკვე მის ნებას თუ უკავშირდება და ეს უკვე მაგია, ეს სხვა თემაა საერთოდ, მაგრამ
ზოგადი ინფორმაცია, იმიტომაც რეზონირდება და იმიტომაც ხდება საჯაროდ ისე, რომ ბევრი ამბობს, რომ აი შლით და ბევრს რატომ ემთხვევა, დამთხვევა არ არსებობს, შემთხვევითობა არ არსებობს ანკარაში. ყველა მინიშნებას, ყველა რიცხვს, ციფრს თუ უკაცრავად აი რაღაც როგორ გითხრათ, შემთხვევითობას აქ კავშირი, ანუ ეს არის სამყაროს ენა, სიმბოლიკა, რიცხვები, ციფრები და მინიშნებები. ესე გესაუბრება სამყარო. ვისაც ახლა უნდა უფრო მეტად ჩაწვდება, ვისაც არ უნდა, ზედაპირულად არც მეაქცევს ყურადღებას, მაგრამ ფაქტი ესეა. ამიტომ დავიწყეთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. თქვენ აირჩიეთ, დრო მე მგონი საკმარისი გაქვთ. თუ არა და მოусმინეთ ორივეს, იმიტომ რომ საინტერესო იქნება ორივესთვის. პირველ ვარიანტს ვეკითხები ჯერ აუცილებლად ვეკითხები, რა თქმა უნდა, ეს იქნება სიგნიფიკატორი. სიგნიფიკატორი ადამიანის პიროვნების, ვინ ამოდის, ვინ მოვიდა, signification. გაიფიქრეთ. და მე დანარჩენს თვითონ კარტი მიგვანიშნებს. ვინ არის ეს ადამიანი? ესე იგი, პირველივე სამი კარტიდან ამოდის ეს ადამიანი არის მსხვერპლ შეწირული. ადამიანი, რომელიც უარს ვერ ამბობს, არის ხათრიანი, აქვს აი ესეთი თავისებური თვისება, რომ რაღაცებს ითვალისწინებს, უფრო სხვისას, ვიდრე თავისას. ანუ ხალხი რა სიტყვის შეიძლება ამაზეც ითქვას, კი ბატონო, ეგეთი ვარიანტი. და ადამიანს ყავს ოჯახი, ადამიანი გრძნობს თავს ძალიან დაცლილად, არაა ბედნიერი. და შეიძლება დასრულებულიც აქვს ოჯახში, ну, თუ ოფიციალურად არა ოფიციალურად არ ვიცი. მოკლედ, აი ესეთი ადამიანი ამოვიდა, თუ რეზონირდა გააგრძელეთ, თუ არა და დაელოდეთ მეორე ვარიანტს, ან არა და გადადით სხვაგან და დავიწყეთ. მადლობა ლაიქებისთვის, მადლობა ყურებისთვის. მჭირდება ეს ლაიქები, როგორც ენერგო გაცვლა ხდება თქვენთვისაც კარგია და ჩემთვისაც კარგია. და დავიწყეთ, რა ენერგიებშია ეს ადამიანი ეხლა ამ წუთას, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, პირველი ვარიანტი. რა ენერგიებშია? ჯერ ენერგიები ვნახოთ. კონფლიქტური ენერგიები აქვს, უფრო ცივია ვიდრე თბილი, ეხლა ამ მომენტში ყოველ შემთხვევაში აწყო დროშზეა საუბარი. აქ რაღაც დაბრკოლება, აქ არის მაგიური ომი. ნუ ეხლა პირდაპირ გაგებით, ნუ გაიგებთ, რა თქმა უნდა, ყველაზე არ არის ოჯახთან მიმართებაში, შეიძლება ოჯახშია მაგია გაკეთებული, წარსულს სიყვარულს ეხება, ვიღაც ქალს ეხება. და კაი ხანია მიდის ეს სიტუაცია. და რა თქმა უნდა, დამოკიდებულება, ანუ აქ არის სექსი, აქ არის ნარკოტიკი, აქ არის მოსაწევი, აქ არის სასმელი, აქ არის უკანონო რაღაც სიტუაციები, რაც ну, ტყუილიც, ღალატიც, ვნებაც, რაც უკავშირდება the devils. ხო, არ მინდა ამის სახელი თქვა, მაგრამ ну, მაინც გამოდის რომ უნდა ვთქვა. თუ ეშმაკს მაშინ ესე ვიტყვი. კარგით. გავაგრძელოთ, მაშინ რა დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს ეხლა, ამ აწყო დროში თქვენთან, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს და დაინტერესებული ხართ აი ამ ვიდეოთი. რა დამოკიდებულება აქვს მას თქვენთან? საკმაოდ აქტიური იყო, ნახეთ, დაიწყო როგორ აქტიური, ცეცხლი, ვნება, მიწერ-მოწერა შეიძლება შეხვედრა, მაგრამ უცებ გამდეგილის პოზიციაში ჩავართ, ანუ მარტო ვარ, არავინ მინდა, რაღაცა. აი ეხლა ესე არის. მაგრამ დაიწყო აქტიურობით, კი ბატონო, ვნებაც, როგორც ვთქვი, და აი გადავსებული გრძნობა, ანუ ორმხრივი.
აჰა, ეს ყველაფერი იყო გართობა, დროსტარება, მეგობრებთან ერთად, ესეთი ვარიანტი. სუფრა, მაგრამ ჩაიკეტა. რამ ჩაკეტა ეს ადამიანი? ინფორმაცია მოდის, რაც მოდის, იმას ვამბობ. რამ ჩაკეტა? სურათი დამიხატა ტარომ. ჩაკეტა სიყვარულმა, გრძნობამ. თქვენთან მიმართებაში ყველაფერი აერ-დაერია, ქაოსი მოხდა მის ცხოვრებაში, ნახე? შემოიჭრა ბნება, შემოიჭრა გრძნობა, შემოიჭრა სიყვარული და ვერ აიტანა. რა საინტერესოა. თან რაღაც მომენტში, ნახე, ხალხის ანუ გაიგეს სხვებმაც. ანუ როგორი სიტუაცია იცი, სხვებმა გაიგეს კი არა და ანუ ერთი წუთით